საღამომშვიდობისა, თქვენ უყურებთ ნამდვილ ისტორიებს, მე ვარ თეონა გეგელია. დღეს გიამბობთ იმის შესახებ, თუ რატომ არ ვლაპარაკობთ ადამიანები ერთ ენაზე და რას ან ვის შეეძლო გამოეწვია ეს გაუგებრობაც. ნუ ცხადია ღმერთის გარდა. მადლობა ყველას, ვინც უყურებს, იწონებს და აზიარებს ჩვენ ვიდეოებს, ჩვენს გამომწერებს და მაყურებლებს. დიდი მადლობა, რომლებიც თავიანთი აქტიურობით გვეხმარებიან, რომ ჩვენი ეპიზოდები YouTube-ზე რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს. ხოლო მათ, ვისაც სურს მეტი მხარდაჭერა, ყველა მონაცემი არის ვიდეოს აღწერაში. ენების წარმოქმნის ისტორია ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი საიდუმლო და დიდი აბსტრაქცია. აი, ვინ თქვა მაგალითად და დაადგინა, რომ ამა თუ იმ საგანს უნდა ერქვას ასე, თან ასე ერქვას ერთ ენაზე და სხვა ენაზე სხვაგვარად. რატომ აღწერს მაინდა-მაინც კონკრეტული ბგერები ამა თუ იმ საგანს და არა სხვა ბგერები? ადამიანები ყოველთვის ცდილობდნენ ამის გაგებას. ყოველთვის აინტერესებდათ, რაც გასაკვირი არ არის, შეუძლებელია ეს არ გაინტერესებდეს. ენების გაყოფის შესახებ ისტორიები მსოფლიოს ფოლკლორში უფრო ნაკლებად გვხვდება, ვიდრე ცამდე ასვლის და ღმერთებამდე მიღწევის ისტორიები. მაგრამ ასეთი მოტივები არის. არის აფრიკულ ტომებში, შუმერებთან გვხვდება ენების გამოყოფის მოტივები, ბაბილონში გვხვდება. გასულ ეპიზოდში გიამბეთ ბაბილონის სამეფოს და მისი დედაქალაქის შესახებ. ვილაპარაკეთ ბაბილონის გოდოლზე და იმაზე, თუ როგორ დასაჯა ადამიანები ღმერთმა ამ პარტავნებისთვის და აალაპარაკა სხვადასხვა ენაზე. ამ ისტორიაში ყველაფერი მეტნაკლებად გასაგებია, ის თუ რატომ არის არჩეული კოშკი მაინდა-მაინც ბაბილონის, რადგან ბაბილონი უძველესი დროის დიდებული ქალაქია. რატომ კოშკი? იმიტომ რომ ის ასახავს ბაბილონის ზიგურათს, როგორც იმ საფეხურების ერთ-ერთ ხატსურათს, რომლებსაც ადამიანი ზემოთ ღმერთთან მიხავს. მაგრამ რჩება კითხვა, რომელზეც პასუხი ჯერ არავის გაუცია. რა შუაშია ენების აღრევა? რატომ არ შეიძლებოდა ღმერთს უბრალოდ გადაეყარა ეს ადამიანები კოშკიდან? რატომ დასჭირდა მას ადამიანების სხვადასხვა ენაზე ალაპარაკება? არსებობს ბევრი მითი თუ ლეგენდა, რომელიც დაკავშირებულია ცაში ასვლასთან, ცისკენ სწრაფვასთან. მაგრამ ენების აღრევაზე იქ ლაპარაკი არ არის. ზოგან არის ამაზე ლაპარაკი. არის ასევე ისეთი ლეგენდები, სადაც კოშკი საერთოდ არაფერ შუაშია და ლაპარაკია მხოლოდ ენების გაყოფაზე. მაგალითად, ძველი ბერძნები ამბობდნენ, რომ ოდესღაც ზევსმა ყველასთვის შექმნა ერთი საერთო ენა. მაგრამ გამჭრიახმა ჰერმესმა ისე მოაწყო, რომ ენები გახდა სხვადასხვა. მაშინ დაიწყო ადამიანებს შორის მტრობა. ღმერთებმა გადაწყვიტეს, რომ ამ ხალხთან საქმეს აღარ დაიჭერდნენ და ზევსმა, რომელიც მანამდე თავად აპირებდა ადამიანების მართვას, გადასცა ეს საქმე პირველ ადამიანს, რომელსაც ერქვა ფორონეუსი. მას ჰქონდა რაღაც დამსახურებები ქალღმერთ ჰერას წინაშე. თითქოს ჰერას პირველი ტაძარი მან ააშენა, ან მის სახელზე პირველი მსხვერპლშეწირვის რიტუალი ჩაატარა. მოკლედ, ზევსმა ფორონეუსი აქცია ადამიანების პირველ მმართველად. როდესაც ეს ადამიანები უკვე სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობ. განსხვავებული ენების იდეა გულისხმობს კონფლიქტს, უთანხმოებას, გაუგებრობას და ყველაზე საინტერესოა, რომ შუამდინარეთში, ბაბილონის გოდოლის სამშობლოში, არსებობდა ცალკე ლეგენდა, რომელიც კოშკთან დაკავშირებული საერთოდ არ არის და რომელშიც ენების გაყოფის შესახებ პირდაპირ არ გვეუბნებიან, მაგრამ ის მოტივი აქ არის. ლაპარაკია ეპიკურ პოემაზე, რომელსაც აქვს პირობითი სახელი ენმერკარი და არატას მმართველი. ენმერკარი იყო შუმერული ქალაქის ურუქის მმართველი, არატა კი სხვა ქალაქია და უცნობია რა ერქვა ამ გურუმს. მისი სახელი პოემაში ნახსენები არ არის. აქ ვრცლად არის მოყოლილი, როგორ ებრძვის ენმერკარი ამ გურუმს, როგორ მოითხოვს მისგან, რომ დაემორჩილოს. საჩუქრებსაც უგზავნის, მაგრამ გურუმი უარზია. მერე ომობენ, ხან ერთი იმარჯვებს, ხან მეორე, ეჯიბრებიან ერთმანეთს, ვინ უფრო უყვარს ქალღმერთ იშტარს. მოკლედ, ესაა ხანგრძლივი კონფლიქტის ისტორია. მაგრამ საინტერესოა ის, რომ ამ კონფლიქტის პროცესში, რაღაც მომენტში, ელმერკარი იყენებს რაღაც მაგიურ შელოცვას გურუმის წინააღმდეგ. და ამ შელოცვაში ნათქვამია დაახლოებით ასეთი რამ. დადგება დღე, როდესაც არ იქნება გველი, არ იქნება მორიელი, არ იქნება აფთარი, ლომი, არ იქნება არც ძაღლი და არც მგელი. როდესაც არავის არაფრის შეეშინდება და არ იკანკალებს შიშისგან და როდესაც ადამიანს
არანაირი მოწინააღმდეგე არ ეყოლება, ანუ ლაპარაკობს ძალიან შორ მომავალს. და აი, როდესაც ეს დღე დადგება და ყველა მიწამ და ჩამოთვლის ამ უამრავ მიწებს, მთელმა სამყარომ მიმართოს ღმერთ ენლილეს ერთად ერთ ენას. ზოგჯერ ამას ხსნიან ისე, თითქოს ερμერკარი ცდილობს ამ შელოცვით ადამიანები აი ამ დასახლებულ მიწებზე აალაპარაკოს სხვადასხვა ენაზე და თითქოს აი ამ კონფლიქტის დროს ენები იყოფა. ქრისტიანულ იუდეურ ტრადიციაში ბაბილონის კოშკზე ლეგენდის მიღმა ეს თემა სულ აინტერესებდათ. აი ამბობდნენ, რომ მანამდე ხომ ერთი ენა იყო. ლაპარაკია იმ დროზე, როდესაც ადამი და ევა იყვნენ სამოთხეში. იქ ხომ ერთ ენას უნდა ეარსება. მაშინ რა ენა იყო ეს? შუა საუკუნეებში ყველაზე მეტად გავრცელებული წარმოდგენა იყო, რომ ეს ენა იყო ებრაული. გასაგებია რატომაც. ძველ აღთქმაში ლაპარაკია ებრაელებზე, ებრაულ სახელმწიფოზე. შესაბამისად, ადამს და ევას ღმერთთან და გველთან შეიძლება ელაპარაკათ ებრაულ ენაზე. ამიტომ შუა საუკუნეების უნივერსიტეტებში ღვთისმეტყველები ასწავლიდნენ ძველ ებრაულ ენას, რადგან მას თვლიდნენ ყველაზე ძველ ენად. იმავე დროს არსებობდა ძალიან ბევრი ალოგიკური და სასაცილო ვარაუდიც. ამ ვარაუდების შესახებ თავის ნაშრომში წერს ჯონ ფრესერი, შოტლანდიური წარმოშობის ბრიტანელი მეცნიერი. ფრესერი წერს, რომ გერმანელი ფილოსოფოსი ლეიბნიცი ამბობდა ასეთ რამეს, რომ ვარაუდში იმის შესახებ თითქოს ებრაული ენა იყო მთელი კაცობრიობის პირველი ენა, იმდენივე სიმართლეა, რამდენიც გოროპიუსის მტკიცებაში, რომელმაც ანტვერპენში წიგნი გამოაქვეყნა, რომ სამოთხეში ჰოლანდიურ ენაზე ლაპარაკობდნენ და ეს უწერია ამ წიგნში. იყო ვარაუდი, რომ სამოთხეში ბასკურ ენაზე ლაპარაკობდნენ. კიდევ ერთი ვერსიით ადამი და ევა სპარსულ ენაზე ლაპარაკობდნენ, გველი მათ ელაპარაკებოდა არაბულად, მთავარანგელოზი გაბრიელი კი თურქულად. იყო ისედაც თითქოს ღმერთი ლაპარაკობდა შვედურ ენაზე, ადამი დანიურად, გველი კი ფრანგულად, როგორც შემაცდენელი ალბათ. ფრეზერი სამართლიანად ასკვნის ბოლოს, რომ ყველა მსგავსი ლინგვისტური თეორია ჩნდებოდა ავტორების ნაციონალური სიმპათიებისა და ანტიპათიების გავლენით. და მაინც საიდან გაჩნდა ენები? იყო თუ არა თავიდან ერთი ფუძე ენა? გასაგებია, რომ ეს ძალიან რთული ნიადაგია ვარაუდებისთვის, მაგრამ ლინგვისტები მაინც ცდილობენ გარკვევას. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ მათ დაიწყეს ინდოევროპელი ხალხების ფუძე ენის აღდგენა და მართლაც იპოვეს რაღაც საერთო სიტყვები. მაგრამ იმისთვის, რომ მოიძებნოს ყველაზე ძველი ენა, უნდა იცოდე ჯერ სად ეძებო ის და რა მომენტში შეიძლება წარმოქმნილიყო. არიან მეცნიერები, რომლებიც თვლიან, რომ შესაძლოა არსებობდა ამ მხრივ რაღაც უწყვეტობა უმაღლეს პრიმატებს და პირველყოფილ ადამიანებს შორის. მაიმუნები არ ლაპარაკობენ, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ მათ აქვთ ჟესტების ენა, იყო ბევრი და ხშირად წარმატებული მცდელობა ესწავლებინათ შიმპანზეებისთვის მსმენად აქვეითებულების ენა და ისინიც იყენებდნენ შემდეგ ამ ენას. აქედან მოდის ვერსია, რომ შესაძლოა მათ არ ჰქონდათ ლაპარაკის უნარი და საკუთარი ენა, მაგრამ ჰქონდათ სამყაროს შემეცნების და რაღაც ნიშნებით ამ ცოდნის ერთმანეთისთვის გაზიარების და გადაცემის უნარები. მეორე ვერსიით არანაირი კავშირი ცხოველებთან ამას არ აქვს, რომ ეს მხოლოდ ადამიანების უნარია. ლინგვისტ ნაუმ ჩომსკის და უნდა აღვნიშნოთ, რომ მას ბევრი არ ეთანხმება, ორიგინალურ ვარაუდებს შორის ერთ-ერთია, რომ სადღაც 100,000 წლის წინ, სხვადასხვა ამ თარიღს ბევრი მეცნიერი ასახელებს, მოხდა რაღაც გენეტიკური მუტაცია და ამ მუტაციის შედეგად ადამიანებმა ამოიდგეს ენა და დაიწყეს ლაპარაკი. არიან მეცნიერები, რომლებიც თვლიან, რომ ენის და ლაპარაკის უნარი ნელ-ნელა გადაეცემოდათ ადამიანებს გენებით, რომ ის გენეტიკურად იყო მათში ჩადებული და კონკრეტულ გენებზეც მიუთითება. სხვები ამტკიცებენ, რომ ენის განვითარებისთვის აუცილებელი იყო ეარსება სოციალურ გარემოს, მის გარეშე არაფერი გამოვიდოდა. ამიტომ არ შეიძლება იმის ფიქრი, რომ ენა ჩვენთან ცხოველებისგან გადმოვიდა. თანდათან უნდა განვითარებულიყო სოციალური ნდობის ატმოსფერო, სიტუაცია, რომელშიც ადამიანებს რატომღაც მოუნდათ ერთმანეთთან კომუნიკაცია და ლაპარაკი და ამ მოსაზრებას ცხადია ბევრი დასაბუთებაც აქვს. ცნობილია მაუგლი ბავშვების შესახებ, რომლებიც სხვადასხვა სიტუაციაში დაიკარგნენ, ტყეში მაგალითად გაზარდეს მგლებმა ან სხვა ცხოველებმა და როდესაც მათ პოულობდნენ, ისინი ცხოვრობდნენ უკვე როგორც ცხოველები და ლაპარაკი არ შეეძლოთ. იმის მიხედვით თუ
რა ასაკში დაიკარგნენ და მოწყვნენ საზოგადოებას, ვიღაც სწავლობდა ლაპარაკს, ვიღაც კი ვერაფრით ახერხებდა, ვერაფრით ასწავლიდნენ. ბერძენმა ისტორიკოსმა ჰეროდოტემ დაგვიტოვა მაგალითად ასეთი ისტორია, რომ როდესღაც რომელიღაც მეფემ გადაწყვიტა გაეგო, რომელი ენა იყო ყველაზე ძველი. ამისთვის მან ბრძანა აეყვანათ ორი პატარა ბავშვი, მოეთავსებინათ ისინი სამყაროსგან იზოლირებულად, აეკრძალათ ყველანაირი გარე კონტაქტები. იყვნენ მხოლოდ მოახლეები, რომლებიც ამ ბავშვებს აჭმევდნენ, მაგრამ არასდროს ელაპარაკებოდნენ. ერთხელაც მიუტანეს ამ ბავშვებს პური და მათ დაიწყეს ყვირილი, ბეკას, რა თქმა უნდა, გულისხმობდნენ ამ პურს. მეფემ ბრძანა და მოაძებნინა ერთი ენა, რომელშიც პურს ზუსტად ასე გამოთქვამდნენ და მიხვდა, რომ ეს იყო ყველაზე ძველი ენა. ესეც რაღაც თქმულება, რომელიც ცხადია, ზღაპარი. მე-20 საუკუნის 80-იან წლებში ნიკარაგუას დედაქალაქში, მანაგუაში მოხდა ასეთი რამ. იმ დრომდე ნიკარაგუაში და სამწუხაროდ არა მხოლოდ იქ, მსოფლიოში საკმაოდ ბევრი ადგილი იყო, სადაც ბავშვები იყვნენ სმენად დაქვეითებულები და დიდი რაოდენობით. და მათ არავინ აქცევდა ყურადღებას. გასაგებიცაა, რატომ ნიკარაგუას შემთხვევაში ეს იყო ძალიან ღარიბი ქვეყანა. ეს ბავშვები ცხოვრობდნენ თავისთვის, მშობლები როგორღაც რაღაცებს აგებინებდნენ და 1980 წელს ასეთი ბავშვებისთვის შექმნეს სკოლა-ინტერნატივით. ბავშვები აქ ცხოვრობდნენ. არანაირი ყრუმუნჯების ენა მათ იქ არ იცოდნენ. ასწავლიდნენ ესპანური ასოების წერას და პირის მოძრაობით ახვედრებდნენ ამა თუ იმ სიტყვის მნიშვნელობას. გარკვეული დროის შემდეგ აღმზრდელებმა დაინახეს, რომ ბავშვებმა ერთმანეთთან საკონტაქტოდ გამოიმუშავეს ჟესტების ენა. და ეს ენა არ გავს მსოფლიოში ცნობილ და აპრობირებულ ჟესტების არც ერთ ენას და ასეთი ენა ბევრია. დაიწყეს ამ ბავშვებზე დაკვირვება და აღმოაჩინეს, რომ უმცროსები აკვირდებოდნენ უფროსებს, ბევრ რამეს სწავლობდნენ მათგან, ითვისებდნენ, მაგრამ ენას არ რთულებდნენ. და ასე თვალსა და ხელშუა ეს ძალიან პრიმიტიული ენა, ისევ ჟესტური ცხადია, უფრო და უფრო რთულდებოდა. ჩნდებოდა გრამატიკული წესები, სმნები იცვლებოდა, გაჩნდა მხოლობითი, მრავლობითი, მოკლედ ყალიბდებოდა ენად. მათ სწავლობდნენ, ცდილობდნენ არ მოეხვიათ თავს ამ ბავშვებისთვის უკვე არსებული ენები და ცნობილმა კანადელმა ფსიქოლინგვისტმა და ფილოლოგმა სტივენ პინკერმა დაწერა, რომ ნიკარაგუას შემთხვევა, ეს არის ისტორიაში უნიკალური შემთხვევაო, ჩვენ შევძელით დაგვეფიქსირებინა ის, რაც იქ ხდებოდა, მეცნიერებისთვის აუცილებელი ყველა დეტალით, ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ჩვენ მართლაც დავინახეთ ენის შექმნა არაფრისგან. ეს იყო ენა, რომელიც ფაქტობრივად ცარიელ ადგილას შეიქმნა. შესაძლოა ეს არის მიკრო მაგალითი იმისა, თუ როგორ დაიწყო კაცობრიობამ ლაპარაკი. იმის კვალდაკვალ, თუ როგორ ვითარდებოდა მათი პირის აპარატი, ზოგადად ადამიანის ტვინი, ჯერ ჟესტებით ლაპარაკობდნენ, ალბათ შემდეგ გადავიდნენ ბგერით კონტაქტზე. არის სხვა ვერსიებიც, მაგალითად მე-19 საუკუნეში ცნობილმა ლინგვისტმა მარკს მიულერმა შეადგინა ნახევრად სახუმარო სია. მისი აზრით იმ სულელური ვერსიების, თუ როგორ შეიძლება ეს ენა ზოგადად დაბადებულიყო და რამდენიმე კატეგორიად დაყო. მაგალითად, მას მიაჩნდა, რომ პირველი სიტყვები ეს იყო იმ ბგერების იმიტაცია, რომელიც ადამიანს ესმის გარემოდან, ჩიტებისგან და ცხოველებისგან. შემდეგ კი ეს სიტყვები იყო ბრაზის, ტკივილის, სიხარულის გამომხატველი ბგერები, მოკლედ ძლიერი ემოციების და ყველაფერი აქედან წამოვიდა. კიდევ ერთი თეორიის მიხედვით პირველი ბგერები გაჩნდა ხმაურის ბგერებისგან, ხისტოტის მოწყვეტის, რამის გატეხის და ადამიანებმაც დაიწყეს მათი გამეორება. რომ ენა შესაძლოა წარმოქმნილიყო ასევე ადამიანების კოლექტიური ფიზიკური მუშაობისას, ერთად თუ რამეს ეკაჩებოდნენ, თხრიდნენ, მიათრებდნენ და ამ დროს ამოიხმნეშდნენ ხოლმე. ესია სახუმაროა, მაგრამ სიმართლის მარცვალი მასში თითქოს არის. ადამიანები ყოველთვის ამ ხმების და ბგერების ატმოსფეროში ცხოვრობდნენ. ხოლო როდესაც ჩვენ რაღაც ვტკივა ან გვიხარია, ამასაც ბგერებით გამოვხატავთ. შესაძლებელია ასეც იყო. თქვენ რას ფიქრობთ, როგორ შეიძლება სალაპარაკო ენა დაბადებულიყო, ან რატომ ლაპარაკობთ არა ერთ, არამედ სხვადასხვა ენაზე? მოგწერეთ თქვენი ვერსიები კომენტარებში და აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი. თქვენი აქტიურობა ძალიან დაგვეხმარება წისვლაში. ნახვამდის.